კაბინეტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს. არქივის თანამშრომლები ამბობენ, რომ დაკავება სპეცოპერაციის სახე ჰქონდა. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა მოტივის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე ვერ გვაწვდიან. სალაძის დაკავების მომენტში სამმართველოში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედია ვასაძე და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე იმყოფებოდნენ. გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს დაკავება ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება მურმან დუმბაძე არ ეთანხმება. კითხვაზე უკავშირდება თუ არა ეს არქივში დაკარგულ მასალებს დუმბაძე პასუხობს, რომ სალაძემ გამოძიებას ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. პარლამენტარი ყურადღებას დაკავების ფორმაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება წინამორბედის მიერ დამკვიდრებულ მეთოდებს იყენებს. უახლესი ინფორმაციის თანახმად გურამ სალაძე უკვე დედაქალაქშია გადაყვანილი. რო იყო ხარღაც საკუთრება გითხრა. თამის აფასო იყო. აი ეს არის ჭორია, ყველა მსხვერპლს ზოგი ამას ამბობს, ზოგი ცნობას ამბობს. მოვიდნენ ჩაიგებენ წაიღეს და ჩაკეტეს ეს რა, თქვენები შეგვიძლია და დამთავრდა. აი ერთი სიტყვა უნდა იყოს რაღაც. ეხლა არ ვიცი ის კი არა მომანტმოძე იყოს და არ შეუშვა. ჩვენი კიდევ ადგილობრივი საგამომძიებო არის. აგერ ახლა დამთავრდა ჩვენთან შემოცემა და წარჩინებით ფინანსური მხარეც ყველა მხარე რა არის. ჩვენ სუსტად იგივე მეთოდებით ვაგრძელებთ ურთიერთობას ადამიანებთან, რომელსაც ბრალი უნდა წავაყენოთ, როგორცაც აკეთებდა ძველი ხელისუფლება. ეს არის დესანტის გადმოსხმა, დიდი რაოდენობით ადამიანების შევარდნა კაბინეტში, კაბინეტის მიჯახუნება, სამსახურების გაჩერება, რაღაც აურის შექმნა, ჟურნალისტების დაძახება, რაღაც ტელეშოუს მოწყობა. ქრთამი თუ აიღო სამსახურის უფროსმა, ქრთამის სანაცვლოდ რაღაცა უნდა მიცე და არქივს რა აქვს ისეთი, რომ გასცე რაღაც ქრთამის სანაცვლოდ, ასეთი დოკუმენტაციები დაიკარგა ბოლო პერიოდში არქივში. მთელი დოკუმენტაციები, რომელიც არის დაკარგული და საეჭვოდ არის მიჩნეული, რომ ასეთი დოკუმენტაციები არის დაკარგული, პირდაპირ ამ არქივის ხელმძღვანელმა სამმართველოს უფროსმა გადასცა სწორედ შესაბამის სამსახურებს იმისათვის, რომ ეს საკითხი იქნას ბოლომდე შესწავლილი.